საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული დოკუმენტი საჯარო ხდება გამოქვეყნებულია თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს დღემდე საიდუმლო მასალები, რომელთა შორის ერთ-ერთი ნოე ჟორდანიას დაკავების ბარათიცა. კვირის დოკუმენტი ასე ჰქვია ეროვნული არქივის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში მოსახლეობა ყოველკვირეულად ისტორიული მნიშვნელობის მქონე წერილობით ფოტო, აუდიო ან ვიდეო მასალას გაეცნობა. წაიკითხავდა პოლიციელი, ამ ბარათის საფუძველზე, მე რომ ამოეცნო ამ რაღაც მანერებით. მაღალი, მკვრივი, დაღარა, გამომეტყველებით ქუფრი, გარეგნობით ასე 40-51 წლის. მეცახელად ვახვახოვი. ამ მინაწერით, ამ ფოტოზე, პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის, ჯერ კიდევ მომავალი პირველი პირი ნოე ჟორდანიაა. აქვეა პიროვნების თითის ანაბეჭდები, ფოტოები და სრული დაწვრილებითი აღწერილობა. ეროვნული არქივი პროექტის კვირის დოკუმენტის ფარგლებში დოკუმენტს თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ფონდიდან პირველად აქვეყნებს. ფონდი დიდი ხნის მანძილზე დახურული იყო. აღნიშნული ბარათი ამ ჟანდართა სამმართველომ შეადგინა 1908 წლებში ორი ბარათია სულ ნოე ჟორდანიას და კონკრეტულად ის დაკავებული იყო იმისთვის, რომ ეწეოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აგიტაციას. უკროს ხანდის დოკუმენტია. კვირის დოკუმენტში უკვე მოხვდა ეტრატი ლაშა გიორგის ავტოგრაფით. მუშრიფ დავით ყარღანაშვილის წერილი დავით ციციანოვისადმი, ერეკლეს სტამბის შესახებ. ქვრივოხერი დედის ჩივილი, შვილის წართმების გამო და სხვა საინტერესო დოკუმენტები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქამდე უცნობი ისეთი წერილების თუ დოკუმენტების გამომზეურება, რაც საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. საქართველოს ისტორია უწყვეტი დასაწყისიდან და ვიდრე დღემდე. კვირის დოკუმენტი რეალურად მრავალფეროვანია, რომ მთელ ამ უწყვეტობას გარკვეულწილად თავისებური სახე წარმოაჩენს. ეროვნული არქივის ვებგვერდზე აიტვირთება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი უცნობი დოკუმენტები, ასევე კინოდოკუმენტები. სპორტისა და ისტორიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფრაგმენტები ფილმიდან ოქროს მატჩი, რომელიც 1964 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირის პირველობაზე საფეხბურთო კლუბების თბილისის დინამოსა და მოსკოვის ტორპედოს შეხვედრაზე მოგვითხრობს. 2014 წელს იყო 50 წლის თავი ამ გამარჯვებიდან და ჩვენც ასე ვთქვათ გამოვეხმაურეთ ამ მოვლენას. გავდეთ ამ დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები, სადაც არიან გამოჩენილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელები. რას ვნახავთ შემდეგ კვირას ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის რაც ზუსტადაა ცნობილი, ეს იქნება ერთ-ერთი დოკუმენტი საქართველოს ყველაზე საინტერესო და უცნობი წარსულიდან.